საღამოშვიდობისა პირდაპირ ეთერში ღამის კურიერი მე ჟურნალისტი ნინო შუბლაძე ვარ. საქართველოს ხელისუფლება მის წინააღმდეგ მწვავე თავდასხმებს აანონსებს. ქართულ ოცნებაში აქვთ მოლოდინი, რომ არსებული მმართველობის აგენტურული ხელისუფლებით ჩანაცვლების არაერთი მცდელობა იქნება. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე მიიჩნევს, რომ საქართველოს ერთგვარი ლაკმუსის ქაღალდია. სწორედ საქართველოსთან დამოკიდებულებით გაირკვევა, შეძლო თუ არა დონალდ ტრამპმა Deep State-ის დამარცხება. თუმცა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის განცხადებით, ამ ეტაპზე Deep State-ს არათუ დამარცხების, არამედ დასუსტების ნიშნებიც არ ჩანს. მომსწრებად რებრენდინგის, რომლის შედეგად ვხედავთ დივერსიფიცირებულ თავდასხმას ქართულ ხალხსა და საქართველოს ხელისუფლებაზე, მიიჩნევს პარლამენტის თავმჯდომარე. ამ ფონზე საქართველოსთან დაკავშირებით შეერთებული შტატების სენატში მეგობარი აქტის განხილვა მოულოდნელად გაურკვეველი ვადით გადაიდო. თუმცა მოლაპარაკება შედგა აბუ-დაბიში სამხედრო მხარდაჭერისა და სადაზვერო ინფორმაციის ამერიკისგან მიღების სანაცვლოდ უკრაინამ მზადა 30 დღით შეწყვიტოს ცეცხლი. ახლა მხარეები რუსეთის რეაქციას ელიან. ამის პარალელურად ეგრეთ წოდებულ ევროტურიდან დაბრუნებული ოპოზიციის ნაწილი ბრძოლის ახალ ეტაპს აანონსებს. მათი გეგმის მიხედვით საჭიროა სექტორული ეკონომიური სანქციები, ხელისუფლების მხარდამჭერთა ერთიანი ბაზის გაკეთება და მათი საჯარო გაშავება. ერთ-ერთი ლიდერის სცენარის მიხედვით ეკონომიკური მდგომარეობა უნდა გაუარესდეს. ეს ყველაფერი კი პერმანენტული აქციების ფონზე უნდა მოხდეს. ნაწილი კი ქართული ოცნების სრულ იზოლაციაში მოქცევას ითხოვს. ხელისუფლება ოპონენტების უკან უცხო ქვეყნის ინტერესს ხედავს და პრევენციის მიზნით პარლამენტში პირველი მოსმენით უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტს იღებს. ხელისუფლების გაცხადებული ამოცანაა არ დაუშვან საქართველოში ლიბერალური ინტერნაციონალის გამარჯვება და მიაღწიონ ქვეყნის გამთლიანებასა და აღმავლობას. ეს შალვა პაპუაშვილის სიტყვებია, რომელიც დღეს ღამის კურიერის კითხვებს პასუხობს. მას ასე გველის ვრცელი ინტერვიუ პარლამენტის თავმჯდომარესთან ბატონი შალვა უკვე სტუდიაშია და მე მას მივესალმები. საღამოშვიდობისა ბატონო შალვა. საღამოშვიდობის, მოგესალმებით თქვენს ტელემახვილებს. მადლობა და მადლობა რომ მონაწილეობთ გადაცემაში. მინდა ვისაუბრო მიმდინარე მოვლენებზე, ყველაფერზე პრინციპში რაც არის აქტუალური დღეს, თუმცა დავიწყებ მაინც ამერიკა-უკრაინის მოლაპარაკებებით, ვნახეთ დღეს შედეგი და უბრალოდ ამ მოლაპარაკებებზე საუბარი კი არ მსურს, მაგრამ საქართველოს-ამერიკის ურთიერთობის ეგრეთ წოდებული გადატვირთვაც თქვენ არაერთხელ გითქვამთ ხელისუფლების წარმომადგენლებს, რომ სწორედ უკრაინის ომის დასრულებაზეა დამოკიდებული. ვიდრე ეს ომი დასრულდება, არსებობს თუ არა რაიმე კომუნიკაცია, ველოდებით ამ ომის დასრულებას, მოკეთ, სად არის დღეს საქართველოს ახლა ამერიკასთან აი გადატვირთვის დაწყების პროცესის გზაზე? კი ბატონო, უბრალოდ ყოვლისა თქვენ სწორედ აღნიშნეთ, რომ უკრაინაში მიმდინარე ომი არის მთავარი რამაც დატვირთვა საქართველოს და ამერიკას შორის ურთიერთობა და შესაბამისად ამ ომის დასრულება არის რამაც უნდა გადატვირთოს საქართველოს და ამერიკას შორის ურთიერთობა. მე არაერთხელ მithქვამს, მთავარი მიზეზი ზოგადად ზოგიერთ ქვეყანასთან თუ პოლიტიკურ ჯგუფებთან გავარესებული ურთიერთობისა იყო ის, რომ აღმოჩნდა 3 წლის წინ 2022 წლის თებერვალში, რომ თუკი მანამდე ჩვენი პარტნიორები, მეგობრები, სტრატეგიული პარტნიორები დაჟინებით მოგვიწოდებდნენ, რომ ქონოდა სტრატეგიული მოთმენის პოლიტიკა რუსეთთან დაკავშირებით, გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენი ორი რეგიონი ოკუპირებულია, რომ რუსეთის ჯარი იმყოფება საქართველოს ტერიტორიაზე. აღმოჩნდა უცებ ერთ არამშვენიერ დღეს დაიწყო რა ომი უკრაინაში, უცებ შეიცვალა დამოკიდებულება ჩვენს მიმართ იმ მხრივ, რომ უცებ აღმოჩნდა, რომ ჩვენგან მოელოდნენ არა წინდახედულობას, არა გონივრულობას, არა სტრატეგიულ მოთმენის პოლიტიკას, არამედ პირიქით თავქარიანობას, ესკალაციას რუსეთთან. რა ჩვენთვის იყო გასაკვირი, ვინაიდან ჩვენთვის სინამდვილეში არაფერი არ შეცვლილა, შეიცვალა მხოლოდ ის, რომ რა თქმა უნდა უფრო დამძიმდა გეოპოლიტიკური ვითარება. ამიტომ გასაკვირი იყო, რომ ჩვენ ამას ვთხოვდით და მე ამაზე ვისაუბრე კიდევაც ამერიკის ელჩთან ჩემი შეხვედრა ომის დაწყებიდან მეოთხე დღეს, როდესაც მან ის პირდაპირ ითხოვდა სანქციების დაწესებას რუსეთისთვის, არანაირი სხვა პასუხის მოსმენა მას არ სურდა და შეგახსენებთ ასევე, რომ ყოფილი ელჩი საჯაროდ ამას არადროს არ ადასტურებდა, რომ ასეთი მოთხოვნა იყო. ასე რომ საზოგადოებას არც ასე ვთქვათ ამ მხრივ უმალავდა. თუმცა ღია მოწოდებებით გვახსოვს არა ელჩისგან, მაგრამ ხო იყო ასეთი ტიპის განცხადებები პარტნიორების მხრიდან, შიგნითაც, ხო იგივე უკრაინელების მხრიდან. კი ბატონო, ღიაც არაღიაც ჩანდა, მაგრამ ნუ ეხლა ზოგი ადამიანი არის რიყეზე ესე გავლის, ქვას ვერ დაინახავს და არ უნდა რომ დაიჯეროს. და დღეს ვისმენდით, ნახე ინტერვიუ
უკრაინის ყოფილ თავდაცვის მინისტრმა, რომელმაც ესე შეიცხადა, რომ როგორ ჩვენ არანაირად არ ვაპირებთ საქართველოს ომში ჩათრევასო. აბა მე ვითხოვდი ქართველების გაგზავნას ომში და ეს რას ნიშნავს თავდაცვის მინისტრმა არ იცის სხვა ქვეყანა, როდესაც ოფიციალური თვითმფრინავებით გამოაგზავნის მოხალისეებს დიახ, რომ ეს პირდაპირ ნიშნავს ჩართვას ომის, მაშინ ეხლა ან ის ვერ ერკვევა რას ნიშნავს ომში ჩართვა არ ჩართვა, ან კიდევ გონია რომ ქართველები ვართ სულელები. მოკლედ არ შეეხება გადატვირთვის საკითხს, ამიტომ რა თქმა უნდა ის რამაც დატვირთვა ეს ურთიერთობა, ამადმე უნდა გადატვირთოს ურთიერთობები და შესაბამისად როგორც კი საქართველოს მიმართ ეს მოლოდინები დაიწევს, რომ ვიყოთ გამოყენებული როგორც იარაღი რუსეთის წინააღმდეგ და ზუსტად ეს იყო სურვილი ზოგიერთი პოლიტიკური ჯგუფებისა, მე ვახსენე კიდევაც რომ განსაკუთრებით ჩვენ ვაკვირდები ამას მე ბალტიის პოლიტიკური ჯგუფ ელიტისგან და ეს არ არის სხვა შორის ჩვენი ანალიზი. ნებისმიერ პოლიტოლოგს კითხეთ, ყველა ძალიან კარგად იცის რა პოლიტიკას აწარმოებენ ბალტიის პოლიტიკური ელიტები, მათ შორის ევროპაშიც. მათ აქვთ გარკვეული ისტორიული შიშები რუსეთის მიმართ და საკუთარი ასე ვთქვათ ანგარიში რუსეთთან. ერთი, მეორე სურთ ამიტომ რომ ყველანაირი ხერხით რაღაცნაირად ეს რისკები, შიშები რაც მათ აქვს შეიმცირონ, რისკები შეიმცირონ. ანუ თქვენ გითქვამთ რომ თითქოს რაღაც საქართველოს ხარჯზე უნდა საკუთარ უსაფრთხოებაზე ამას გულისხმობთ ნებისმიერის ხარჯზე საკუთარი თავის გარდა. და ამ მხრივ გამოიყენებენ ნებისმიერს, იქნება საქართველოს უკრაინა, ამიტომაც არიან ასე გამალებული მხარდამჭერები უკრაინისა, რომ მიბრძოლონ და გაგრძელდეს ომი, თორემ გაგრძელების მხარდამჭერები, იმიტომ რომ უკრაინას მხარს უჭერს ყველა ცივილიზებული თუკი ეს არის ომი, მათი ომი რუსეთის წინააღმდეგ. ხვასი ამბობენ, რომ უკრაინა მათ იცავს და რომ ეს არის მათი ომი და მათი ფრონტი. რატომ არ იბრძვიან? რატო ვერ ხედავთ ესტონურ რაზმებს, ოცეულებს თუ ასეულებს? რატო ვერ ხედავთ ლატვიის თუ ლიტვის ჯარისკაცებს? რატო ვერ ხედავთ? ნატოს ჯარი რახან ნატოა და ამიტომ არ უნდა ცხები. ხო, ნუ ნატო არ იყო ჩართული, ხო ნატოს ჯარები. ნუ ჩართული, გამოვიდნენ ნატოდან. მოხალისეებს გამოვიდნენ. თუ ასეთი ომია, გამოვიდნენ. ან უთხრა ნატოს სხვა პარტნიორებს უთხრა, რომ ჩვენ შევდივართ ომში და არ ჩათვალოთ, რომ ეს არის მეხუთე მუხლის ამოქმედება, ჩვენ იქ ვიბრძვით. რატო არ იბრძვიან? რატომ? თუ ესეთი სამკვლო-საციცოცხლო ომი არის და დატაკება არის ცივილიზაციური ომი. ფინანსურად ეხმარებიან, ხო, იარაღითაც ეხმარებიან, ანუ ყველა ქვეყანა რაღაც თავის წვლილი შეტანას. არ ვიცი მე სიმართლე გითხრათ. და უკრაინის დასახმარებლად. გასაგებია, მათ შორის ჩვენ ხედავთ იმასაც, რომ უკრაინას მიაწოდეს რიგ შემთხვევებში და განსაკუთრებით ეს სოციალისტურ ასე ვთქვათ ყოფილ მხარეს ეხება აღმოსავლეთ ევროპისა, მიაწოდეს ძველი საბჭოთა ტექნიკა და ანაცვლებენ ამას თანამედროვე ტექნიკით. ამასაც ხედავთ, ხომ ძალიან კარგად. და მათ შორის რაც შეეხება ბალტიის ქვეყნებს, თქვენ თუ დააკვირდით ლონდონში რომ გაიმართა შეხვედრა მისთვის ესჯელად უსაფრთხოების საკითხებზე მათ შორის ომთან დაკავშირებით, ბალტიის ქვეყნების წარმომადგენლები არ იყვნენ იქ მიწვეული. რატომ იცით? იმიტომ ევროპაში ძალიან კარგად იციან რა ტიპის ქორები არიან პოლიტიკური ელიტები, რომლებიც ძირითადად ზუსტად აქეთ უბიძგებენ სხვებს, საქმეზე რომ მიდგება როგორც ეს მიდგა ავღანეთში, ჩვენ რო ყავდა 1000, იმათ ყავდათ 50 ჯარისკაცი ისიც შტაბებში. ასე რომ რა თქმა უნდა იყო სურვილი ჩვენი ინსტრუმენტად გამოყენებისა და რომ არ გამოვაყენებინა ჩვენი თავი ინსტრუმენტად, ამიტომაც გაბრაზდა ზოგიერთი და ცდილობს დღემდე რომ ეს არის რასაც ხედავთ ჩაანაცვლონ ხელისუფლება საკუთარი მარიონეტებით. კი ბატონო, მაგრამ მინდა რომ დაუბრუნდე ამერიკის ურთიერთობას, აი ჩვენ ნახეთ რომ მეგობარი აქტი მიღება თუ განხილვა გადაიდო გაურკვეველი ვადით. პირობითად ითქვა რომ ტრამპის საგარეო პოლიტიკას ელოდებიან. ანუ რამდენად ხედავთ ამაში რაღაც არ ვიცი სიგნალის მსგავს, არ ვიცი თუნდაც იმ თავშეკავებას რომ რაღაცა ეს ფართო გეოპოლიტიკური სურათი დაალაგდეს და შემდეგ. ანუ ამასთან კავშირს ხედავთ ამ თავშეკავებას, როდესაც ეს მეგობარი აქტის განხილვა არ მოხდა და არის ეს აი რაღაცა ნაბიჯი ამერიკასთან მომავალში ურთიერთობების დაალაგების. ამათ აღიქვა ეს ხელისუფლებამ თუ ეს უბრალოდ რაღაც გადატანა მოხდა. საქართველოს და უკრაინასთან მოლაპარაკების შედეგს ელოდებით. საქართველოს და ამერიკის შეერთებული შტატების პოლიტიკური წონის და შესაძლებლობიდან გამომდინარე, ჩვენ ამ ურთიერთობაში ვერც ვერაფერს გავაფუჭებთ სერიოზულად, ვერც ვერაფერს გამოვასწორებთ სერიოზულად. ეს სრულად არის ამერიკის შეერთებული შტატების ხელში. გაფუჭებად სამწუხაროდ მოხდა სწორედ წინა ადმინისტრაციის ხელით ამ ურთიერთობის მიზეზით წინა ადმინისტრაციის და ამის გამოსწორებას თავად ამერიკის შეერთებული შტატებს შეუძლია. ჩვენ ნაკლებად შეგვიძლია ზემოქმედება იმაზე თუ რა ხდება ამერიკის შეერთებულ შტატებში. ამიტომ ახლა ამას მაგს დაუძახებს ვინმე თუ სხვა აქვს დაუძახებს და ამ ნაბიჯებს ნუ ნაკლებად ვაქცევთ ყურადღებას. ახლა ქართული საზოგადოება ნაბიჯები გადადგმული. მაგალითად ელჩი, რომელიც დღემდე არ ყავს ამერიკის შეერთებულ შტატებში ბატონო შავა. იგეგმება თქვენთვის გაგზავნა თუ ელოდებით რომ რაღაც
დაიწყოს ურთიერთობები და მერე, იმიტომ რომ ასეთ დროს, როდესაც არ იმყოფება ქვეყანაში, ელჩი არის თუ არა სწორი. თავისთავად, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, რომ დიპლომატიური მისია სულად ფუნქციონირებდეს, ამიტომ თავისთავად ესეც არის ერთ-ერთი ამოცანა საგარეო საქმეთა სამინისტროსა და მთავრობის, რომ რაც შეიძლება მალე იყოს არამხოლოდ ამერიკის შეერთებულ შტატებში, ზოგადად ელჩების დანიშვნა, იცით რომ ექს-პრეზიდენტი ზურაბიშვილი საბოტაჟი ჰქონდა ამ მხრივაც, არ ნიშნავდა ელჩებს და ბევრ ქვეყანაში ჩვენ წლებია არ ვიყავით ელჩის წარმოდგენილი, იმიტომ რომ ქალბატონ ექს-პრეზიდენტს ჰქონდა საკუთარი წარმოდგენები ქვეყანასთან დაკავშირებით. ამიტომ კიდევ ერთხელ ამ აქტს რაც შეეხება, მაინც გავიმეორებ ერთხელ, რომ ხა სახელწოდების შერჩევას რაც შეეხება, ხა სხვა საკითხია, ცალკე ცინიზმია საერთოდ ქართულ ხალხზე თავდასხმის აქტს დაარქვა მეგობარი აქტი და მე ვთქვი კიდევაც, რომ თუ კი რამე უნდა ერქვას ამ აქტს, ეს არის უმადური აქტი. იმიტომ რომ ის უმადურობას ხედავთ პარტნიორების მხრიდან, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ საქართველოს კიდევ ერთხელ ჩვენი წონიდან, ზომიდან და შესაძლებლობიდან გამომდინარე, საქართველოს თუ კი შეხედავს ამერიკის შეერთებულ შტატები, თუ ვინ იყო მისი პარტნიორი ბოლო რამდენიმე 10 წლის განმავლობაში, რომ შეხედოს, ბოლო 20 წელს გადახედოს, საქართველოს გამორჩეულად ერთგული პარტნიორი იყო ამერიკის შეერთებული შტატების. ისევე როგორც ამერიკაც. კი ბატონო, თუმცა შეეძლო რა თქმა უნდა ამერიკის შეერთებული შტატების ბევრი გაეკეთებინა. ჩვენ რაც ჩვენ მოსახლეობას, რაც აინტერესებდა სტრატეგიული პარტნიორობიდან, ეს მეგობრობა და პარტნიორობა ხომ იმიტომ არის, რომ უნდა ეს სასარგებლო იყოს ორივე ხალხებისთვის. როგორ ისარგებლა ამერიკელმა ხალხმა ჩვენი მეგობრობით 1500 ჯარისკაცი იყო ყოველ კონტინგენტი მუდმივად წარმოდგენილი ISAF-ის მისიაში ავღანეთში 2015 წლამდე, 2015-დან 21 წლამდე 1000-მდე ჯარისკაცი იყო. ჩვენ ვიყავით არა მხოლოდ არაწევრ ქვეყნებში, წევრ ქვეყნებსაც ვშევადოთ საერთო ჯამში, ვინც იყო ავღანეთში წარმოდგენილი კონტინგენტი, მე-4 ადგილზე ვიყავით ამერიკის შეერთებული შტატების, გერმანიის და იტალიის შემდეგ. აი ეს წეგან ვახსენე ბალტიის ქვეყნები 40-50 ჯარისკაცი ვიყავდათ, ისიც უმეტესად შტაბებში. ჩვენ ვიყავით წინა ხაზზე ამერიკელ ჯარისკაცებთან ერთად, ეს ისტორიები თქვენ გსმენიათ. თავად ამერიკელი ჯარისკაცებისგან, რომ ხარ როგორ იბრძოდნენ ქართველი ჯარისკაცები და თუ კი ვინმესთან ერთად უნდათ ამერიკელი ჯარისკაცებს წასვლა წინა ხაზზე საბრძოლოდ, იყვნენ ამერიკელი ჯარისკაცები. აი ეს გააკეთა თუმცა ამის გამო არაერთი მადლობაც მიუღია საქართველოს შეერთებული შტატებისგან. ეს ჩვენ ვთქვათ, ეს ამითი ჩვენ ვაჩვენეთ მეგობრობას და ეს ჩვენი წვლილი იყო, მათ შორის ეს იყო ჩვენი რესურსი წვლილი. ჩვენი მონაწილეობით ავღანეთის მისიაში ამერიკის შეერთებულ შტატებს დაახლოებით 2 მილიარდი დოლარი დაუზოგეთ. იმიტომ ჩვენი მონაწილეობდით. ამიტომ ეს ჩვენი ფინანსური შენატანიც იყო ამ საერთო უსაფრთხოების საკითხში. საპასუხო ჩვენ მოსახლეობა რასელის ხოლმე ასედოს. ეს ელის უიზო მიმოსვლას, თავისუფალ ვაჭრობას, პირდაპირ ფრენებს, ის რაც მნიშვნელოვანი არის მოსახლეობისთვის. სამწუხაროდ არაფერი ამ მსგავსი ჩვენ არ მიგვიღია 2009 წელს ომიდან რამდენიმე თვეში ასე ვთქვათ, შემოთავაზებულ სტრატეგიულ პარტნიორობას ხელი მოეწერა და ასე დარჩა კიდევაც ფურცელზე და დიდად არ განხორციელებული. ბატონო შალვა, თქვენ განაცხადეთ, რომ აი თქვენ სიტყვებს ამბობთ, თქვენი მიზანია ამოიძირკვოს უცხო ქვეყნების ქსელები საქართველოში. ამაზე ხშირად საუბრობთ ხოლმე, მაგრამ ამის კონკრეტული ფრაზა მოვიყვანე. მოდი დავიწყოთ იმით, როგორ აპირებთ ამას. ანუ ნახეთ ეს შემოღებული ახალი კანონი ფარა, ხო ვთქვათ, ამერიკული ვერსია, რომელსაც ახლა მე პირველი მოსმენით მიიღეთ და გრძელდება. ანუ ეს იქნება ის ბერკეტი, რომლითაც რაღაცების გამოვლენა იმ გამჭვირვალობაზე, რასაც მუდმივად საუბრობდით და ვნახეთ ის მანამდე მიღებული კანონი, თუმცა ამ მიზნის მიღწევაში ეს დაგეხმარათ, იმიტომ რომ რეგისტრაცია არ გაიარა არავინ არ სამთავრობოებმა და პრინციპში აღსრულება იმ კანონის ვნახეთ, რომ დიდად ვერ მოხდა. ახლა ეს ფარა უნდა მიიღოთ, ანუ ეს არის ის ბერკეტი, რითიც ამ რაღაც უცხოური გავლენის და ქსელების დამარცხებას, რასაც თქვენ ამბობთ და აღმოფხვრას შეძლებს ხელისუფლება. უბრალოდ ყოველისა მე ჩვენს გუნდს და ჩვენ საზოგადოებას ვინც მხარს გვიჭერს, ყველას ძალიან გვიხარია ის, რომ რასაც ვამბობდით, ყველაფერი დადასტურდა. აი, ეხლა ხომ შეიძლება ყველამ თქვას, რომ რასაც ჩვენ ვამბობდით წლების განმავლობაში და რასაც მე პირადად განსაკუთრებით ვაქცევდი ყურადღებას, უცხოურ, დიახ, აი ყველაფერი ხო დადასტურდა. ცოტა ჩემზე მეცაც ხო აღმოჩნდა, რომ ამობს მოქმედი ადმინისტრაცია. ჩვენ იმის მეათედიც არ ვიცოდით, როგორც აღმოჩნდა, რასაც სინამდვილეში ჰქონია თურმე ადგილი. მაგალითად, ამერიკის შეერთებული შტატების ადმინისტრაციამ ამხილა, რომ ასობით მილიონი დოლარი იხარჯებოდა მსოფლიო პროპაგანდისტული მედია ქსელის
ასე ვთქვათ, შესანახად. სადაც შედიოდა ასობით მედია, ასობით მედია NGO, ათასობით ჟურნალისტი, რომლის ამოცანა იყო მათთვის სასურველი, რაღაც საერთო ხელისთვის სასურველი ნარატივის, ასე ვთქვათ, დალაგება, პროპაგირება, წამოწევა იმ აქცენტების, რაც სურს და მიჭკმალა იმ აქცენტების, რაც არ სურს. ხო დადასტურა თვითონ თქვენ, ჩვენ ხო არ გვითქვამს ამას თქვენს. ის რომ NGO-ების ხელით და დაფინანსებით ხდებოდა არარსებული იდეოლოგიის დამკვიდრება და ბოლო-ბოლო შანშანს სულ რაღაც აი ახლა ხან ხო რამდენიმე თვის წინ, როდესაც ჩვენ საკონსტიტუციო ცვლილებები დავაინიცირეთ და კანონიც მათ შორის ოჯახურ ღირებულებებთან დაკავშირებით და როცა მოსახლეობას ხვდებოდით და ეს საჯარო შეხვედრები იყო მათ შორის გადაეცემოდა ტელევიზია და საუბრობდით ქალი-ქალია, კაცი-კაცია და ეს განუჩნარი ზოგიერთ ჩვენს ლიბერალს ეს სასაცილოდ არ ყოფნიდა და ნუ რაღაც ისე იყვნენ ხუმრობდნენ თუ რა ვიცი აგდებულად თქვენ დამგე ხო თავად ამერიკის შეერთებულ შტატებში საიდანაც წამოვიდა ეს არარსებული იდეოლოგია ხო თავად მაგარია ეს არის აბსოლუტური ფუჭი იდეოლოგიების უბრალოდ არარსებული იდეების თავსმოხვევა საზოგადოების რისთვის მიზანიც ხო თავად თქვა პრეზიდენტ ტრამპის აღმასრულებელ განკარგულებაში პირდაპირ წერია რომლითაც მან გააუქმა ეს დაფინანსებები NGO-ებისთვის პირდაპირ წერია მიზეზი რა არის ამის ის რომ ამ ფულით ხდებოდა ქვეყნების დესტაბილიზაცია პირდაპირ ასე ჩვენ ვამბობდით რომ ეს ფული შემოდის საქართველოში დესტაბილიზაცია და როგორ მოხდება აღსრულება ერთი იმიტომ მოგიყვანეთ წეგან მაგალითად რომ იყო ეს კანონი მიღებული ხო ვიდრე თქვენ ფარა შემოიტანდით ძალაში შევიდა მოქმედებდა რამდენიმე არასამთავრობო და რეგისტრირდა მაგრამ რაზეც იყო თქვენი მხრიდან შეკითხვები ამ დაფინანსებაზე უცხოურ თანხებზე ხო ფაქტობრივად ისინი არ დარეგისტრირდნენ ანუ აღსრულება ამ კანონის ვერ მოხდა ამ შემთხვევაში როგორ მოხდება და რა იქნება ანუ რა ბედიელის იმ არასამთავრობო ორგანიზაციებს ვინც უცხოური თანხებით აქაც საინტერესოა ხო ანუ კიდევ ერთხელ ხო აღმოჩნდა რომ ზუსტ აი ეს ასე ვთქვათ ძალადობრივი პროტესტები რომელსაც ქონდა ადგილი პირველი ტალღის დროს კანონის მიღებისა თუ მეორე ტალღის დროს ვისგან იყო ორგანიზებული, რატომ იყო ორგანიზებული და რის დაფარვას ცდილობდა ამითი უცხოური ასე ვთქვათ დამფინანსებლები. რაც შეეხება რეგისტრაციას ხო და რა მისცა ამ უკაცრავად აი გაწყვეტინებთ მაგრამ იცით რა გავიხსენე რომ რა მისცა ამ კანონმა ისეთი ხელისუფლებას რომ ჩვენ ნახეთ ის რაღაც ეგრეთ წოდებული რუსული კანონის წინააღმდეგ ხო როგორც უწოდა მაშინ ოპოზიციამ და თქვათ პროტესტის მონაწილეებმა აქციები მე ამას მოყვა მთელი ამბები ანუ რაღაც ყევები იყო პოლიტიკურის დაიწყო და ფაქტიურად არ ახსრულდა აი ამის თქმა მინდა და ამჯერად რა იქნება ლუსტრაცია ანუ ლამის ასე ვთქვათ გამოცხადებული ყავდათ რამის ზედამხედველებად არასამთავრობო ორგანიზაციები უცხოელ დონორებს. თქვენ ახლა საზოგადოებას შევახსენოთ რომ ჯერ კიდევ ალბათ წერია 9 პუნქტში და 12 რეკომენდაციაში ეწერა ხელისუფლების მიერ გადაწყვეტილების მიღების ყველა დონეზე NGO-ების ჩართვა და მონაწილეობა და გადაწყვეტილებაზე ასე ვთქვათ უნდა ხელი ქონდეთ მათ დადებული. შეგახსენებთ რომ რა სიტყვობდნენ NGO-ები რომ თავრობა ჩამოყალიბებული იყო მათი ვეტოს უფლები და ასე შემდეგ. ასეთ დონეზე იყო მისული ყველაფერი, აღარაფერს ვამბობ თავად დონორებზე, რომლებსაც ატალახებული ქონდათ პარლამენტის თუ სხვა დაწესებულებების კორიდორები ყოველ მეორე და მესამე დღეს ამ კანონს ახლა ასე რატო იღებ, ისე რატო იღებ, არანაირი სუვერენიტეტის პატივისცემა აღარ არსებობდა და პირდაპირ ასე ვთქვათ ყველა ასპექტში ჩართული იყვნენ არარჩეული ადამიანები, რომელსაც არ ჰქონდათ ლეგიტიმაცია ხალხის მხრიდან. ამან რაც გააკეთა საერთაშორისო ამ პროცესმა არის ერთი, ეს არის ლუსტრაცია, გამოჩნდა, მათ შორის რიცხობრივად გამოჩნდა, რომ ჩვენს ქვეყანაში 100 არასამთავრობო ორგანიზაცია, ეს დათვლით უკვე ვიცით, ვინც აი არ რეგისტრირდება, 100 ორგანიზაცია არის, რომელიც თქვენთვის უკვე იყო პასუხი, რომ ისინი რაღაცას რომლებიც პირობითად ისინი ამტკიცებენ, რომ გამჭვირვალეა ყველაფერი. თავისთავად, აბა თორე რა უშლის ხელს, ხომ? არის დარეგისტრირებული 400 ორგანიზაცია, რომელიმეს რამე პრობლემა შეექმნა 400-დან, რომელიმე შეაჩერა მოქმედება, ვეღარ საქმიანობს და ამას არ ამბობდნენ, რომ ამ კანონის მიზანი არის, რომ დავხუროთ NGO-ები. ვინმე დაიხურა ამის გამო არა, მაგრამ ვინ დახურა, მათივე დონორმა რო დახურა ეხლა. ერთი სიტყვა ამოიღეს კრიტიკული რაიმე მათ დონორთან დაკავშირებით, ხო თავისუფალი ხალხი ვართ ვამბობენ. რატო ვერ ბედავენ, რომ საკუთარი დონორი გააკრიტიკა? ამაშივე ხო ჩანს პირდაპირ, რომ ისინი არიან უცხო ინტერესების წარმომადგენლები და ის ხელი, რომელიც მას ყვებავს, ამ ხელს ასე ვთქვათ ისინი ვერ აკრიტიკებენ და აქედან გამომდინარეც არის ლუსტრაცია. ასე რომ რაც შეეხება ამ პროცესს ჩვენი მთავარი ერთ-ერთი მიზანი გამჭვირვალობის ის არის რომ იყოს ცხადი საზოგადოებისთვის ვისთან გვაქვს საქმე, ასევე ეს ამოცანა ფაქტობრივად შესრულებულიც კი არის იმ მხრივ რომ საზოგადოებამ დაინახა
ამ NGO-ების უკან ვინ გას, ვინც არ წარმოადგენენ, მათ შორის ხედავთ ეს NGO-ები დღესდღეობით უკვე ზოგიერთი ესტონურ NGO-ად იქცა და პრეტენზია აქვს თუ საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებაა. ხედავთ აი რამხელა აბსურდში არიან ესტონური NGO გველაპარაკება, უნდა ჩავრთოთ არ ვიცი, რაღაც სახელმწიფო გადაწყვეტილების მიღებაში, რომელსაც რადგან ესტონეთში დარეგისტრირდნენ, ამიტომ უწოდებთ ხო ესტონური. ხო, ეხლა მას მიხეილ სააკაშვილსაც ესე ეგონა, რომ მოქალაქეობას ესე შეიცვლის და ისევ საქართველოს პოლიტიკაში უნდა იყოს ჩართული და ხატია დეკანოიძეს ეგონა, რომ საქართველოს მოქალაქეობას ასე მიაგდებს, აიღებს უკრაინულ პასპორტს და ჩაიცვავს უკრაინის პოლიციელის ფორმას და შემდეგ ექნება იგივე მორალური უფლება, რომ საქართველოს პოლიტიკაზე ისაუბროს. ასევე ეს ამ NGO-ებზე იცვლი ქვეყანას აღარ ხარ შენ ამ ქვეყნის წარმომადგენელი წერტილი მეტი სხვა რა უნდა იყოს. ბატონო შალვა, როდესაც არასამთავრობოებზე საუბრობთ, თქვენ ხშირად ამ მათ უკან დგომ ძალებზე, რაღაც ადრე გლობალური ომის პარტიაზე საუბრობდით, ახლა ყველა საუბრობს უკვე Deep State-ზე, მათ შორის ამერიკის შეერთებული შტატები და ვიდრე კითხვას დაგისვამ Deep State-ზე მინდა კითხოთ, მინდა ორი სიტყვით მაყურებლისთვისაც განმარტო, იმიტომ რომ მაინტერესებდა საიდან მოდიოდა ეს ტერმინი, იმიტომ რომ მთელი მსოფლიო საუბრობს ამ Deep State-ზე, ძალიან მოკლე განმარტებას წავიკითხავ და ამ წუთას დავსვამ შეკითხვასაც. ანუ Deep State ეს არ არის თანამედროვე მოვლენა, ის ჯერ კიდევ საუკუნეების წინ ოსმალეთის იმპერიაში შექმნილ საიდუმლო კომიტეტებს უკავშირდება, რასაც თურქულად Derin Devlet, ანუ იგივე Deep State ქვია. მის შესახებ თურქეთში ხშირად საუბრობენ და ამბობენ, რომ ეს არის სახელმწიფო სახელმწიფოში. რეჯეპ ტაიპ ერდოღანი მის წინააღმდეგ გამართულ დემონსტრაციებს და სახელმწიფო გადატრიალების მცდელობას სწორედ Deep State-ს უკავშირებს და ამბობს, რომ იმის მიუხედავად, რომ ეს მოვლენა თურქული პოლიტიკის ნაწილია, ის აუცილებლად უნდა აღმოიფხვრას. რაც შეეხება ამერიკის შეერთებულ შტატებს, Deep State-ს აქაც დიდი ისტორია აქვს. პოლიტოლოგები განმარტავენ, რომ პრეზიდენტმა კენედიმ კარიბის კრიზისი სწორედ Deep State-ის დახმარებით განმუხტა. თუმცა არის მოსაზრება, რომ ახალგაზრდა პრეზიდენტის მკვლელობაშიც ასევე Deep State-ის კვალი იკვეთება. პირველად ეგრეთ წოდებულ ჩრდილოვან მმართველობაზე ხმამაღლა საუბარი მე-20 საუკუნის 50-იან წლებში დაიწყო და 1956 წელს გამოვიდა ჩარლზ მილსის წიგნი „ძალაუფლების ელიტა“, რომელშიც აღწერილია თუ ვინ მართავს რეალურად ამერიკას. ამის შემდგომ Deep State-ს მრავალი წიგნი და პუბლიკაცია მიეძღვნა. 2014 წელს გამოვიდა მაიკლ ლოფგრენის წიგნი სახელწოდებით Deep State, რომელშიც ავტორის მტკიცებით ადამიანები, რომლებიც მართავენ სახელმწიფოს, რეალურად არ არიან მოქალაქეების მიერ არჩეულნი. ასეთი იყო მოკლე ექსკურსი ტერმინ Deep State-ზე, მაგრამ კითხვას რაც შეეხება, ბატონო შალვა, ჩვენ ვიხილეთ, რომ უმრავლესობის ლიდერის განცხადება, თქვენი პოზიცია ხელისუფლების, რომ ფაქტიურად ტრამპმაც ჯერ ვერ შეძლო Deep State-ის არათუ დამარცხებაო, რაღაც დასუსტებაც კი და ამ ფონზე თქვენ როგორ უნდა შეძლოთ ამ ძალებთან, რასაც თქვენ ამბობთ, რომ მუდმივ ბრძოლაში ხართ და რაღაც ხელისუფლებაში საკუთარი პირების მოყვანა სურთ და ებრძვიან ხელისუფლებას, მათთან გამკლავება როგორ უნდა შეძლოს საქართველოში პოლიტიკურმა პარტიამ? უბრალოდ ყოველისა აქაც გვიხარია ჩვენ ის, რომ დიაგნოზი, რომელიც ჩვენ დასმული ქონდა საჯაროდ უკვე რამდენი ხნის წინ, ეს დიაგნოზი ახლა უკვე დასმული არის ამერიკის შეერთებული შტატების ადმინისტრაციის მხრიდან. ანუ აქაც ემთხვევა ჩვენს დიაგნოზი, რასაც პრეზიდენტმა ტრამპმა დასვა. ახლა საკითხი არის მკურნალობაში და გამოსწორებაში. როგორ შეძლებს თბილისი? უკვე ხო აქ ვართ, ამხელა ამერიკა თუ ვერ ძლევს ამ Deep State-ს. ახლა საკითხი არის როგორ უნდა გამოსწორდეს ამ უმკურნალო ამ მდგომარეობას. ამიტომ კიდევ ერთხელ ჩვენ ნაკლებად შეგვიძლია რაიმე გავლენების მოხდენა ასეთ გლობალურ პროცესებზე თუ ჯგუფებზე თუ ქსელებზე და კიდევ ერთხელ ჩავხედოთ ხომ, ანუ ასეულობით მილიონები იხარჯებოდა თუნდაც რა ავიღოთ, აი მედია, ქსელი, ასობით და ათასობით ჟურნალისტი და ასობით მედია შეიძლება ჩართული. ეს რა თქმა უნდა იყო ერთი ხელით მედია ლანდშაფტის სამართავად და манипуляციისთვის, ხომ? გამონახა გზა ერთი ადმინისტრაციამ, რომ ეს დაფინანსებები შეწყვიტოს, შემდეგი მეთოდები არის ის, რომ ჩაანაცვლოს სხვადასხვა ადგილას, სხვადასხვა, ასე ვთქვათ, პირები, და ვხედავ ჩვენ, რომ მათ შორის წინა ადმინისტრაციას უკვე დაშვებაც კი შეუზღუდა, ის ვინც საქართველოს ასანქცირებდა, ვხედავთ, რომ თვითონ არიან დასანქცირებული. ახლა ამერიკის შეერთებულ შტატებში გულისხმობ ყოფილ სახელმწიფო მდივანს ბლინკენს, თავად დაასანქცირა ახალმა ადმინისტრაციამ და შეუზღუდა დაშვება სხვადასხვა ინფორმაციაზე. ასე რომ ესეც ბედისწერი საკითხი არის. მოკლედ იმის თქვა მინდა, რომ რა თქმა უნდა ჩვენ ერთადერთი რასაც ვაკეთებთ, არის ვიცავთ თავს. ჩვენ რთულია ახლა გადავიდეთ და ამ ჩახლართულ ქსელებს ვებრძოლოთ, მაგრამ ჩვენი ამოცანა არის დავიცვათ ჩვენი ხალხი და ჩვენი თავი, გამოვლინება Deep State-ის გლობალურ ომის პარტიას, რასაც ჩვენ უწოდებდით, იყო საქართველოზე შემოტევა, რომ ჩაეთრიათ საქართველო ამ საერთო დაპირისპირებაში. კიდევ ერთხელ ეს პრაგმატულად გასაგები
მოლოდინები იყო ჩვენგან. ამოცანა იყო რუსეთის იზოლაცია და დამარცხება. ამისთვის საჭირო იყო ინსტრუმენტები მის სასაზღვროდ. უკრაინა იყო ომში, ამიტომ მოლოდინი იყო რომ ჩვენგანაც უნდა მომხდარიყო რაღაც ცეცხლის რკალის აქ შეკრა. არავის არ აინტერესებდა საბოლოო ჯამში რა ბედი ეწეოდა საქართველოს. ბოლო ქართველამდე იომებდნენ. ანუ საუბარი იყო და მოლოდინი იყო მეორე ფრონტის გახსნის ბატონო შალვა და ამაზე მუდმივად საუბრობდით თქვენ. ახლა უკრაინის ომის დასრულებაზეა ლაპარაკი, მაგრამ საქართველოში გაჩნდა კიდევ ერთი მოლოდინი უმრავლესობის რა თქვა რომ თუ მეორე ფრონტის გახსნის აუცილებლობა აღარ იქნება, Deep State-ი შეეცდება ეკონომიკურად დაანგრიოს საქართველო. რატომ და რატომ არის ეს მოლოდინი? რა ინტერესი აქვს? რა ძალაც არ უნდა იყოს, მაგალითად საქართველოს ეკონომიკური დაანგრევის. ანუ მეორე ფრონტი მესმის, რასაც ამბობთ, რომ შესაძლოა რაღაც სხვადასხვა წერტილებში რუსეთის დასუსტებანდომა და ან ფინანსურ ინტერესებზეც არის, ხო, რაღაც ამ სოფლიოში საუბარი, რომ ვიღაცის ფინანსური, აი ეკონომიკური დაანგრევა რა შეაწყოს საქართველოს. სამიზნე არა ეკონომიკა არის, არამედ ეს არის ინსტრუმენტი ხელისუფლების შესაცვლელად. ვინაიდან არჩევნებით სხვა გზით ვერ უდგებიან საქართველოს ხელისუფლებას და ქართულ ხალხს ვერ აცვლევინებენ თავის გადაწყვეტილებას, მეთოდი, რასაც ქალბატონი თორნტონი სხვათა შორის ასე ღიად წერდეს ადამიანის სცენარებს და პირდაპირ ასაჯაროებდეს. ხო, რატომ არ მოწონს საქართველოს ხელისუფლება? ანუ ქართული ოცნების ხელისუფლება. უკრაინის ომზე თუ ახლა კიდე რაღაც. ზოგადად ნებისმიერ საკითხის გადასაწყვეტად სჭირდებათ, რომ ყავდეთ მარიონეტული ხელისუფლება საქართველოში, რომელიც იქნება ეს უკრაინის საკითხი თუ სხვა საკითხი, ყველაფერზე თავს დაუქნევს. აი ჩვენ ნახეთ რამდენიმე დღის წინ ლიტვაში შესulis უფლება შეუზღუდა საკონსტიტუციო სასამართლოს 9-დან 7 მოსამართლეს. რატო 7? რომელ 7? იმ 7, რომელმაც არჩევნები არ გამოაცხადა არაკონსტიტუციურად. ხა ამ ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრია რომელიმე ხა დადგა და ჩვენი კონსტიტუციები იკითხა, რაიმეში გაერკვა საერთოდ. ეს ხომ აჩვენებს ერთ რამეს, რომ მათ სჭირდებათ ყავდეთ მორჩილი ხელისუფლება სხვა ქვეყანაში იმისთვის რომ მართონ სხვადასხვა პროცესების დროს და მე მგონი სასამართლო საკითხი ხა თუ შევხედავთ ევროკავშირის ზოგიერთ ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს მე მგონი მივხვდებით რატომაც სჭირდება ზოგიერთებს რომ ხელში ეჭიროთ საკონსტიტუციო თუ სხვა სასამართლო იმისთვის რომ ზუსტად ესე არჩევნები ააყირაონ როგორც აყირავებენ სხვა ქვეყანაში სასამართლოს მეშვეობით და სხვათა შორის უბრუნდები იქ თქვენ გახსოვთ რა იყო მთავარი რატომაც უპირისპირდებოდა რას თხოვდნენ საქართველოს ხელისუფლებას ეს იყო ეგრეთ წოდებული ვეტინგი მოსამართლეების ხელახალი დანიშვნა და ამ დანიშვნაში გახსოვთ რომ ითხოვდნენ რომ ჩართულიყვნენ მათივე დაფინანსებული NGO-ები რომელიც გავარკვიეთ ახლა რომ არიან ესე იგი მართული გარედან და მათ შორის უცხოელები ჩართული რატო ხო აი გაუგებარი იყო რომ რატო უნდათ მაინც და მაინც სასამართლოს მიმართ რა ინტერესი ქონდათ ხომ ნახეთ აი ბოლო განვითარებებით ევროკავშირის ზოგიერთ ქვეყანაში თუ რატო სჭირდებათ ეს ყველაფერი ხომ ნახეთ ჩვენ ოქტომბერ-ნოემბერში რატო სჭირდებოდათ ხელი იმისთვის რომ სასამართლოთი შემდეგ უკვე მართონ არჩევნები უკმებინათ ამას გულისხმობთ არჩევნები ხომ ხედავთ მოწმენდილ ცაზე შეუძლიათ ააყირაონ ნებისმიერი არჩევნები ააყირაონ ნებისმიერი ქვეყანა თუ კი ჩაიგდებენ ხელში სასამართლო ხელისუფლებას და შეძლებენ მართვას ქვეყნის სასამართლოს მეშვეობით ბატონო შალვა რადგან არჩევნები ვახსენეთ მინდა რომ მოვასწრო ქვეყნის შიდა ასე ვთქვათ რაღაც პოლიტიკაზე საუბარიც და მოკლედ ოპოზიციის მოთხოვნები რჩება უცვლელი მაინც ხელახალ არჩევნებს ითხოვს ოპოზიცია ხელისუფლების მხრიდან გაისვა უკვე რომ აი მოემზადეთ თვითმმართველობის არჩევნებისთვის თუმცა მოთხოვნა რჩება უცვლელი სანამ ხელახალი არჩევნები არ იქნება დაკავებულების გათავისუფლებას ითხოვენ ოპოზიცია პროტესტი ისევ გრძელდება ხო ამ რუსთაველზე ყოველ საღამოს გარკვეული ჯგუფი იკრიბება და აპროტესტებს მოკლედ შიგნით დიდი არაფერი არ იცვლება და ხელისუფლებას თავაზობს ოპონენტებს რომ მოემზადონ არჩევნებისთვის პასუხად მოისმენდით თქვენც რომ თითქმის არც ერთი გირჩის გარდა თუ არ ვცდები არ თანხმდება თვითმმართველობის არჩევნებს ვიდრე ეს მოთხოვნები არ იქნება შესრულებული თქვენ რა გაძლევთ ასე ვთქვათ ოპტიმიზმის საფუძველს იმიტომ რომ მოვისმინე ასეთი ტიპის განცხადებებიც რომ აი მე მოვა არჩევნები და ვნახავთ რას დაავალებენ და იმას შეასრულებენ ხო ვთქვათ დადგება ოქტომბერი და ყველა მიიღებს რა გაძლევთ ამ ოპტიმიზმის საფუძველს თუ უნდა ველოდოთ რომ თვითმმართველობის არჩევნები შესაძლოა იყოს ერთპარტიული ნუ ორპარტიული აი გირჩით ანახმა თვითმმართველობის არჩევნები იქნება არჩევს ქართული ხალხი გამოვა და არჩევს თავის თვითმმართველობებს და ქართული ხალხი აირჩევს იმ არჩევანიდან რომელსაც შეესაბამება რა არჩევანიც ექნება იმ არჩევანიდან გააკეთებენ სხვა მხრივ ახლა
ასე ვთქვათ, კიდე საბოტაჟს და შანტაჟის უფლება რო არსებობდეს, კონსტიტუციური უფლება, რომ რაღაც მარგინალურ პარტიებმა იმის გამო მონაწილეობას არ იღებენ არჩევნებში, ამის გამო რაიმენაირად წუნი ქონდეს არჩევნებს, ესეთი რამე არ არსებობს. რაც უნდა ოპოზიციას სინამდვილეში ეს არის პოლიტიკური აპარტეიდი, სადაც უმცირესობამ უნდა მართოს უმრავლესობა. ხო, ნახეს. თუმცა უმრავლესობისთვის არ არის გარკვეული, არ ვიცი, დისკომფორტი შეიძლება პირიქით კომფორტია თქვენთვის ესეც არ ვიცი, პოლიტიკურად არ გამოიყურება, ხო, თქვათ, კარგად ერთპარტიულად პარლამენტი და კი, ეხა ხალხის ძალა გაჩნდა ეს ოპოზიციის ნაწილში, მაგრამ გულისხმობ, როცა მწვავე ოპონირება არ ჩანს. შემდეგ თუ თვითმმართველობაშიც ესე იქნა. არის ეს მაინც გარკვეული ხელისუფლებისთვის, შეიძლება დისკომფორტი არა, მაგრამ ეს კონტროლის მექანიზმის გარეშე დარჩენა და ზრდის თუ არა რისკებს. არა, აბსოლუტურად არ არის დისკომფორტი არა, როცა რადიკალები და ექსტრემისტები არ იღებენ მონაწილეობას არჩევნებში. პირიქით, ეს კარგია და ჯანსაღია დემოკრატიისთვის და კარგიც იქნება, ჩვენ მე კი ვამბობ, რომ ბოლოს მიიღებენ, იმიტომ სხვა გამოსავალი არ იქნება, თუმცა თუ არ მიიღებენ, ეს კარგი იქნება, აბა ექსტრემისტებს რა უნდათ არჩევნებზე, ასე რომ თუ კი მოქალაქეებს არ იქნებიან იძულებული რომ რაღაცნაირად არჩევნებში მონაწილეობისას რაღაც ექსტრემისტული პარტიები ქონდეთ ასარჩევათ, ეს რა თქმა უნდა კარგი არის დემოკრატიისთვის და საერთო ჯამში თავად დემოკრატიისთვის ოპონირებაც ხომ კარგია და ოპონირება კარგია, მაგრამ ოპონირება წინა მოწვევის პარლამენტში აი დაფიქრდი და გაიხსენეთ სად იყო ოპონირება, რომელ კანონპროექტზე გახსენდებათ ოპონირება წინა მოწვევის პარლამენტში. რასაც აკეთებდა მაშინ რადიკალური ოპოზიცია და იქ ყოფი ოპოზიციის დიდი ნაწილი, ძირითადად მოდიოდნენ იმისთვის, რაღაც დებოში აეტეხათ, ეყვირათ, განცხადებები გაეკეთებინათ და გასულიყვნენ. არაფერს არც ერთ კანონში. თუმცა კომიტეტებში მაინც მიმდინარეობდა ხო გარკვეული მუშაობა რაღაც არაფერი არ მიმდინარეობდა. საერთოდ არაფერში არ მონაწილეობდნენ, აი გირჩს არ დაუკარგავ მათ აქტივობას, ისინი ამილად აქტიურები იყვნენ და გახსოვთ თავდაცვის კოდექსზე გვაწვალეს კიდევაც და რამდენიმე დღე ვამჯელეს კი ბატონო, ხო, აი თავისებურად ცდილობდნენ, თუმცა სხვა დანარჩენს ერთი სიტყვაც კითხვა არ დაუსვათ, ერთი სიტყვა არ უთქვამთ, საერთოდ არაფერი არ გაუკეთებიათ. თან შეგახსენებთ იმ პროცესში, როდესაც ჩვენ კანონები მივიღეთ, იმ კანონების მიღებულის გამო კანდიდატის სტატუსი მოგვანიჭეს და არც ერთი ამ კანონისთვის, რისთვისაც კანდიდატის სტატუსი მოგვანიჭეს, ხმა არ მიუწია საერთოდ. სახალხო დამცველის არჩევა მოხდა ოპოზიციით და უმრავლესობით, მგონი კი არა, ეს მახსოვს, ხო, ხო, არ აღიარებენ ვინ მისცა ხმა იქიდან გახსოვთ რომ სახალხო დამცველის არჩევას ბლოკავდნენ ისინი, ჩვენ რამდენიმე მცდელობა ქონდა არჩევებისა და დაბლოკეს. სხვა ჩვენს გაგახსენებთ რა შეთავაზება გავაკეთეთ მაშინ სახალხო დამცველის არჩევისას, ოპოზიციას უთხარით, აი თქვენ მოილაპარაკეთ, 7 კანდიდატი დაასახელეთ, 7. იმ 7-დან ერთს ავარჩევთ ჩვენ. თქვენ 7-ში ხართ, ხო ცხოვრობთ 3.7 მილიონი ადამიანი ამ ქვეყანაში. 7 დაასახელეთ და იქიდან ჩვენ ავარჩევთ. აი 7-ის ვერ დაასახელეს და რომ იქიდან ჩვენ აგვერჩიე, იმდენად ვიწროთ დავალებებით იყვნენ, რომ კონკრეტული ვიღაც უნდა გაიყვანეთ და კიდევ ერთხელ გავიმეორებ. სახალხო დამცველის არჩევის დროს იყო ყოფილი ელჩი ამერიკის ჩემთან კაბინეტში რომ მოვიდა და სხვა შორის 7 კანდიდატი კი არსებობდა საბოლოო ჯამში მე კომისიონო შეარჩია, ამ 7-დან 3 იყო NGO-ების დასახელებული. და მალ მითხრა მაშინ კი არა, ასე ვიტყვი, აი 3 კანდიდატი ხო ყავთო და გამიკვირდა 3-ს რატო ამბობ, 7-ია სინამდვილეში თქო და მისთვის არ არსებობდა NGO-ების იქით საქართველოს არ არსებობდა, როგორც სამწუხაროდ დღემდე მოქმედი ზოგიერთი ელჩისთვის. და ბატონ შალა, ოპოზიციაზე მინდა კიდე ერთი კითხოთ, ისინი ახალ სტრატეგიაზე მუშაობენ, როგორც თავად ამბობენ. ახლა სალომე ზურაბიშვილის ირგვლივ იკრიბებიან, არის საუბარი, რომ აქ არა მხოლოდ პოლიტიკური პარტიები, მაგრამ ეს მოიცავს სამოქალაქო სექტორს, ამ საპროტესტო ნაწილს. თქვენთან აქვს ესეთი კითხვა, არის თუ არა ასეთი შიდა ძალების კონსოლიდაცია თუ მოხდა, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ჩვენ ნახეთ ფერბჯერ ამ ერთიანობის მცდელობა, რომელიც ჯერ არ გამოუვიდა ოპოზიციას, მაგრამ თუ კი ეს მოხდა, იქნება ეს გამოწვევა ხელისუფლებისთვის. თქვა სალომე ზურაბიშვილის ირგვლივ გაერთიანებული ყველა პოლიტიკური პარტია, არა სამთავრობო სექტორი და აი ეს პროტესტის მონაწილეები მის გარეთ. სინამდვილეში დღეს არსებობს მხოლოდ ვირტუალურად. სინამდვილეში მათ აღარაფერი არც ფორმა, არც შინაარსი, არც ძალა არაფერი არ გააჩნიათ. დღეს მიხეილ სააკაშვილს 9 წლიანი განაჩენი გამოუტანა სასამართლომ, რაც ნიშნავს იმას, რომ მას 2030 წლამდე მოუწევს ციხეში ყოფნა. რაღაც 1-2 საყვედური თქვეს და ხედავთ რომ არანაირი ენერგია მათ აღარ აქვთ, არანაირი ძალა რაიმე მათ არ შერჩენიათ. ერთადერთი რაც დღეს ოპოზიციას ასულგუნებს, ეს არის გარედან მათი ხელოვნურ სუნთქვაზე დასმა. ხედავთ, როგორც კი ცოტათი
მინერდებიან, გარედან ისმის განცხადება რაიმე მჭექარი, იმისთვის რომ გამოაცოცხლონ ესენი და ასე შემდეგ. ანუ ხედავთ რომ სინამდვილეში ოპოზიციას იდეები არც არასდროს ქონიათ საერთო ჯამში და ჩვენ საპარლამენტო არჩევნებზეც ვნახეთ, მათ სინამდვილეში კამპანია არ უწარმოებიათ რაიმე შინაარსთან დაკავშირებით. ახლა საერთოდ ეს იდეები არ აქვს, ერთადერთი ეს არის დესტრუქცია, გარედან ეტყვიან რომ აბა მიდით ახლა დღეს იყვირეთ, იყვირებენ, ეტყვიან არ იყვიროთ, არ იყვირებენ. ასე რომ სიმართლე გითხრათ, აი ერთადერთი რასაც ჩვენ ვაკვირდებით ახლა ეს არის გარკვეული ასე ვთქვათ პინგ-პონგი ოპოზიციასა და მათ გარე მმართველებს შორის ისინი რაღაც იტყვიან და ესენი კომენტარს აკეთებენ ამაზე ესენი რამეს იტყვიან გარეთ აკეთებენ კომენტარს და ეს ყველაფერი ხდება ტელევიზორში ამომრჩევლებზე და მუშაობენ გარე ძალებზე თავისთავად ბოლოს არ ვნახეთ მთელი ასე ვთქვათ ტური ქონათ მოწყობილი ბალტიის ქვეყნებში, სკანდინავიის ქვეყნებში და კიდევ ერთხელ ვსვავ საჯაროდ ვისი ფულით იყვნენ იქ წასულები. აი ჟურნალისტებმაც გამოიკვლინა და სადაც მიაკვლევენ ბილეთი ვინ იყიდა, სასტუმრო ვინ გადაუხადა, აი იქ ნახავენ ზუსტად ვისი მარიონეტები არიან ისინი. და ბატონო შალვა, ისევ თქვენს ოპონენტებზე თქვენს აკრიტიკებთ, მათ ბუნებრივია ისინიც მუდმივად აკრიტიკებენ ხელისუფლებას, მაგრამ ბოლო პერიოდი მუდმივად საუბრობენ ისინი, რომ ხელისუფლება ეწევა საკუთარი ოპონენტების რეპრესიები აქვს დაწყებული და ამის მაგალითად არაერთ ცვლილებას ასახელებენ საგამოძიებო კომისიის შექმნას, რომელმაც ყოფილი სახელმწიფო პარტიის ის უნდა გამოიძიოს, ხო? შეზღუდვების გამკაცრება, ჯარიმების გაზრდა, მოკლედ რო აღარ ჩამოვთვალო ეს ბოლო პერიოდის ცვლილებებს უკავშირებენ იმას, რომ ხელისუფლებამ დაიწყო რეპრესიები. რა არის თქვენი პასუხი და მოკლედ აი როდესაც პოლარიზებულ გარემოზე ვსაუბრობთ, ამით ხელისუფლება უწყობს უფრო გამწვავებას პროცესების ხელს თუ პირიქით? ჩვენ ვაკეთებთ იმას, რისთვისაც აგვირჩია ხალხმა. ჩვენ გადახედოს ყველა ჩვენი წინასაარჩევნო კამპანია რაზე იყო, რაისთვისაც მოგცეს მანდატი, იმას ვაკეთებთ. და ახლა უკვე ზოგიერთებს სხვანაირად არ ვიქცევით. რაც ჩვენ დავპირდით ჩვენს მოსახლეობას, ზუსტად იმას ვაკეთებთ. მათ შორის საგამოძიებო კომისია და გასამართლება ნაციონალ მოძრაობის რეჟიმის, ეს ხო წინასაარჩევნო დაპირება იყო. ვაკეთებთ ამას. ის რომ ჩვენ როცა ვამბობდით ჩვენ ღირსებით ევროპისკენ ამისთვის მოგცეთ ჩვენ მანდატი ჩვენმა საზოგადოებამ ზუსტად ამას ვაკეთებთ ჩვენ რომ ჩვენ თავს კი არ უხრით ახლა ყოველ ჯერზე და ყველას და მათ შორის იმისთვის რომ იმაში რომ გავერკვეთ ვის რა ინტერესები აქვს საქართველოში ასე რომ ვაკეთებთ ზუსტად იმას რისი მანდატიც მოგცა ქართულმა ხალხმა რაც შეეხება მათ შეეხება სტუდენტებზე ვხედავთ რომ სტატუსი შეუჩერესო ნაწილს თუმცა მე თეატრალური უნივერსიტეტმა განმარტა რომ არა იქ თესეულში მიმდინარე პროცესებია საჯარო სამსახურებში აი ყველაფერი ერთმანეთზე რაღაც ჯაჭვით აწყობილი აი ამას გულისხმობენ თქვენი ოპონენტები რა თვითონ არიან ჩართული რაღაც გარკვეულ რადიკალიზმში ამ რადიკალიზმს რა თქმა უნდა საკუთარი ამაზე რეაქცია არის სხვათა შორის ახლა რომ უკვირთ მიმდინარე სასამართლოები ძალადობის ფაქტები პირდაპირ ეთერში უყურებდი ჩვენ რა ხდებოდა რუსთაველზე როგორ ესხმოდნენ თავს პოლიციელებს, როგორ ესხმოდნენ თავს საქართველოს პარლამენტს, მის შენობას, კინამ გადაწვეს 9 მილიონი ლარის ზარალი აქვს მიიღო საქართველოს პარლამენტმა და ჯერ კიდევ მიდის აღდგენა იმ ზიანისა, რომელიც მიადგა საქართველოს პარლამენტის შენობას, რომელიც კინამ დაწვეს. აი ხო დაწვეს და ამ მათ შორის NGO-ებიც ხო იყო ამ ყველაფერში მონაწილე ხო ხედავთ შეიძლება ისე იმალებიან მაგრამ აი ჯარიმები რომ იზრდით იმით ხო ხედავთ რომ ისინიც იქ მონაწილეობენ ხომ რომელიმე დონორი ნახეთ რომ ამას გაემიჯნა რომელიმე ელჩი ევროკავშირის ელჩი გახსოვთ რომ რაიმე თქვა საერთოდ რომ ცუდი რამე არის პარლამენტის თავდასხმა და ნახეთ თქვენ ბულგარეთში ევროპარლამენტის შენობა საღებავი შეასხეს და ამას გამოდგა ევროკომისია უფროსი უმცროსი ქალი კაცი ყველა მოკლედ დაგმო რომ ეს იყო ექსტრემიზმი და ჩვენ გადაუარეს პარლამენტს ამსხვრიეს ამტრიეს მათ მიერ დაფინანსებულმა ადამიანებმა ევროკავშირის ბიუჯეტიდან დაფინანსებულმა ადამიანებმა კიდევ გადაწვეს საქართველოს პარლამენტი და ერთი ის არის კადრეს რომ მოიკითხათ მაინც როგორ ხართ ამდენ ფულს რომ ხარჯავენ აქეთ-იქით იქნებ პარლამენტის დახმარებოდნენ რომ ის ზარალი აღედგინა რომელიც არის მაგრამ ხედავთ რომ ესეც ნაწილი არის წაქეზების და ძალადობის და კიდევ ერთხელ ყოველი ეს ძალადობა ქუჩის ძალადობა რომელიც არის
აბსოლუტურად ანტიქართული მოვლენა, არაქართული მოვლენა. ჩვენ წლები ვამაყობდით იმით, რომ ქართული პროტესტი გულისხმობდა არაძალადობრივ პროტესტს, ფოთოლი არ ვარდებოდა ხიდანო, ამას ვამბობდით ყოველთვის ქართველები, როდესაც პროტესტზე იყო საუბარი, ფოთოლი კი არა, მანქანებს ატრიალებენ, წვავენ, მოლოტოვის კოქტეილი პირველად ისტორიაში ისწრებს ეს ყველაფერი და ამას ყველაფერს აქეზებდა ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ორგანიზაციები. შეგახსენებთ, სირცხვილეს მთელი კამპანია ჰქონდა ევროკავშირის დაფინანსებით, ბრიუსელის ბიუჯეტიდან დაფინანსებულ ორგანიზაციას, რომელიც პოპულარიზებას ახდენდა მოლოტოვის კოქტეილის სროლის და ესე ვთქვათ, გმირად აღწიეს ის ახალგაზრდა, რომელმაც კი რაღაც ცოცხლად დაწვა პოლიციელი და გადაეფარა მთელი, არ ვიცი, საელჩოები და პოლიტიკოსები, უცხოელები, სანამ არ შეაწყალებინეს ექს-პრეზიდენტს ლაზარე გრიგორიადისი, სად არის ახლა, არ ვიცი, არც ჩანს საერთო ჯამში. კარგით, მინდა ასევე გკითხოთ ნარკოტიკების კანონთან დაკავშირებით, იმიტომ რომ მინდა ესეც მოვასწრო, სიახლე შემოვიდა, ცვლილებების შეგაქვთ, ამ მკაცრებთ ნარკოპოლიტიკას, გაჩნდა ბევრი კითხვა, რა როგორ მოხდება, მაგრამ თავარი რაც მინდა გკითხოთ, იმიტომ რომ ის ვიცი რომ ჯერ სამუშაო ვერსია, ანუ იქ რაღაც ბევრი დეტალი კიდე დაზუსტდება და ალბათ გახდება მე ჩვენთვისაც ცნობილი, მაგრამ ხელისუფლება, რომელსაც უკავშირდება პირიქით ნარკოპოლიტიკის შემსუბუქება, რატომ გადაწყვიტა ახლა ისევ გამკაცრება და რა არის ამის მთავარი მიზანი თუ მიზეზი დღეს, რომ ეს გადაწყვეტილება მიიღეთ? სხვათა შორის საინტერესო ფაქტს გეტყვით, ახლახან შედგა არჩევნები გერმანიაში, იცით რომ ოპოზიციურმა პარტიამ, ქრისტიან-დემოკრატიული პარტია გავიდა პირველ ადგილზე და მათ დაანონსებული აქვთ უკვე, მათ შორის წინასაარჩევნო კამპანიის ნაწილი იყო, რომ ის ლიბერალიზაციის პოლიტიკა რაც იყო და კანონმდებლობა მიღებული ნარკოტიკთან დაკავშირებით, ყველაფერს აუქმებენ და აბრუნებენ ძველ მდგომარეობაში. გერმანიაში. რატომ ეს სხვა ქვეყნებშიც იგივე გამოცდილება არის და ჩვენაც ამას ვხედავთ, რომ ესეც იყო ნაწილი ამ ლიბერალური ტალღისა, ინტერნაციონალისა, ასე ვთქვათ, ნარკოტიკებით გაჯერება საზოგადოების, ისევე როგორც არარსებული იდეოლოგიები უნდა მოეხვიათ თავს, რომ არსებობდა ასე ვთქვათ, დაუსრულებრივი რაოდენობა სქესისა და ასე შემდეგ, ზუსტად ამის ნაწილი იყო გაბრუება საზოგადოების იმისთვის, რომ შემდეგ საზოგადოებას თავად არ ქონოდა საკუთარი მართვის შესაძლებლობა და უფრო ადვილი მარტივის სამართავი ყოფილიყო გარედან და არა მხოლოდ მარიონეტული ხელისუფლება ყოლოდა, არამედ მარიონეტული საზოგადოება. ეს ჩანს მათ შორის ნარკოტიკებთან დაკავშირებით ის გამოწვევები, რაც არის ჩვენ საზოგადოებაში, მათ შორის ის რომ ეგრეთ წოდებული, რაც ადრე ვთქვათ, სუბუქ ნარკოტიკებად მოიხსენიებოდა, ჩვენ ხედავთ, რომ არის არსობრივი ცვლილება იმ მათ შორის ქიმიურ შემადგენლობაში, რაც არის და მისი გავლენა, რაც არის ადამიანის ორგანიზმზე, არის აბსოლუტურად სხვა და არის აბსოლუტურად მძიმე დღესდღეობით და რა თქმა უნდა საჭირო არის ამის წინააღმდეგ ბრძოლა. განსაკუთრებით ეს შეეხება, რა თქმა უნდა, გასაღებას ნარკოტიკების, მათ შორის ის რომ მცირე რაოდენობებზეც იყოს მკაცრი სასჯელი, თუმცა ეს ასე ვთქვათ კომპლექსური მიდგომა არის მთლიანად ნარკოპოლიტიკის მიმართ. თუმცა იქ იყო საუბარი რაღაც ქუჩაში შესაძლოა უკვე გაჩერების უფლება ქონდეს სამართალდამცველს ეჭვის შეტანის შემთხვევაში ასე შემდეგ და ამაზეც თქვენი ოპონენტები და ოპოზიცია ამბობდა რომ ეს დამატებით ბერკეტს იჩენს ხელში ხელისუფლება რომ აი იგივე იმ ახალგაზრდების მიმართ ვისაც განსხვავებული აზრი აქვს ან პროტესტებს მოხდეს ამის გამოყენება. არავის სახელმწიფო არავის ტყუილად არ ერჩის, სახელმწიფოს მიზანი არ არის ვინმეს ამოჩემება და ვინმესთვის დისკომფორტის შექმნა ხელოვნურად, მაგრამ არის წესები, თუ თანხმდებით რომ ეს არის წესები და თქვა შორის ნახეთ თქვენ რეაქცია საზოგადოებრივ, მათ შორის ოპოზიციის რეაქციასაც რო უყურებ, მე მგონი რაიმე დიდი შენიშვნა თავად შინაარსთან დაკავშირებით შეიძლება რაღაც ეჭვები აქვს, მაგრამ ნუ ყველა ნახავს და თუნდაც საჯარო განხილვები იქნება და მონაწილეობა მიიღოს ყველა ამ განხილვებში, მაგრამ თუ თანხმდებით რაღაც წესებზე, ამ წესებს სჭირდება დაცვა და აღსრულება შესაბამისად. ამიტომ ჩვენი მოწოდება არის ყველას მიმართ, რომ ეს არის ჩვენი ეროვნული გამოწვევა დღესდღეობით და საჭირო არის ამის გარშემო გაერთიანება.
კიდე ერთი კითხვა უნდა მოვასწრებთ და თქვენ ბრძანდებით ინიციატორი ამ ცვლილების იგეგმება შეტანა ცვლილების ნაცმოძრაობის საქმიანობის შესწავლით პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის უფლება მოსილებებთან დაკავშირებით. ანუ პროექტის მიხედვით თუ კი იარსებებს გონივრული ეჭვი, რომ ჩადენილია დანაშაულებრივი ქმედება, კომისიას საქმიანობის ნებისმიერ ეტაპზე შეიძლება გამოძიების დაწყების საკითხი დასვლას. რატომ გახდა, რამ გამოიწვია ამ ცვლილების აუცილებლობა, იმიტომ რომ აქაც ბუნებრივია არის საუბარი, რომ კიდევ უფრო მკაცრდება ის, რომ რაც შეიძლება მეტი ადამიანი დაისაჯოს ყოფილი არა, რამდენიმე ცვლილება, ანუ თავისი არსით ტექნიკურია, თუმცა რა თქმა უნდა შინაარსობრივად მნიშვნელოვანი ცვლილება არის. ზოგადად საგამოძიებო კომისიების დიდი გამოცდილება ჩვენს პარლამენტს საპარლამენტო ცხოვრებას ასე ვთქვათ არ აქვს, ამიტომ პრაქტიკით ხდება დახვეწა მათ შორის კანონმდებლობის. კერძოდ ამ საგამოძიებო კომისიასთან დაკავშირებით დადგა ასეთი საკითხები რამდენიმე. ერთი არის, რომ დღევანდელი რეგლამენტით კომისია როცა ასრულებს მუშაობას, ბოლოს თავის დასკვანასთან ერთად აგზავნის თქვათ პროკურატურას შეიძლება მიმართოსო თუ არის რაიმე დანაშაულის ნიშნები გადაუგზავნისო პროკურატურამ გამოიძიოს. საგამოძიებო კომისია მუშაობს 3+3 თვე შეუძლია მუშაობს 6 თვე. საკითხი მარტივი, თუ კი 2 თვის შემდეგ აღმოჩნდა გამოკითხვებიდან რომ ფაქტია რომ რაღაცა დანაშაული იყო ჩადენილი, ნიშნებია რატომ არ უნდა შეეძლოს კომისიას რომ შუალედურ ეტაპზეც მიმართოს პროკურატურას. ხო, ლოგიკურია, რატომ უნდა იცადოს 6 თვე და არ მიმართოს პროკურატურას და მათ შორის მეორე ცვლილება რაც არის, შეეხება იმ ზღვა წერილებს, რომელიც შემოდის საგამოძიებო კომისიაში და საგამოძიებო კომისია და მისი აპარატიც ასევე ძალიან დატვირთულად მუშაობს. უკვე 100-ზე მეტი სხვადასხვა წერილი არის შემოსული მოქალაქეების მხრიდან, რომლებიც ნაციონალური მოძრაობის რეჟიმის მხრიდან დაზარალებულად მიიჩნევენ თავს, ითხოვენ კომისიის მხრიდან რეაგირებას, მასთან გასაუბრებას და ერთ-ერთი ცვლილება ეხება იმას, რომ აქამდე არსებული წესით ყველასთან, ასე ვთქვათ, ახსნა განმარტების მიღება ხდება კომისიის მხრიდან, კომისიის მთლიან სხდომაზე და იმდენად ბევრი მომართვა არის, რომ ჩვენ ამ ცვლილებით შემოგვაქვს შესაძლებლობა, რომ კომისიამ გამოყოს ერთი ადამიანი, რომელიც გაესაუბრება მოქალაქეს, ახსნა განმარტებას ჩამოართვევს, ამის აუდიო ჩანაწერთან ერთად დაურთავს შემდეგ მთლიანად საქმეს. ამიტომ თავად საქმე იმდენად მოცულობითი და დიდი არის და იმდენად ბევრი მოქალაქე მოგმართავს, რომ საჭირო გახდა, რომ კომისიამ, ასე ვთქვათ, უფრო დივერსიფიცირებულად იმუშაოსო, ყველა მოქალაქე იქნას მოსმენილი და არავინ არ იგრძნოს, რომ კომისია რაღაცნაირად მათ ისინი ყურადღების მიღმა დატოვა. დაბადნო შავა, ბოლოს მინდა გითხოთ რაღაც სტაბილურობა, სიმშვიდე არის ის, რაც უნდა ყველა მოქალაქეს, ხო, რაღაც დაწყებული სტუდენტიდან დამთავრებული პოლიტიკოსით, რა ვიცი, ჟურნალისტით, ბიზნესმენით, პირველ რიგში იქნება ეს მცირე თუ მსხვილი ბიზნესის მფლობელი, როდის დამშვიდდება ქვეყანა, შეიძლება ასე ვიკითხო, იმიტომ რომ უფრო სიმშვიდისკენ წავიდა, მაგრამ მანამდე რაც ჩამოვთვალე, ხო, რაღაც პროტესტს ვხედავთ, ოპოზიცია ქუჩაშია, პარლამენტში არ არის, არჩევნები მოდის, ისინი მონაწილეობას არ აპირებენ და როდის დაუბრუნდება საქართველოს ისევ ამ ევროპულ გზას, რასაც ელოდებიან და ის რომ სურვილი ხო იგივე რჩება, რომ ევროპული ოჯახის სრულუფლებიანი წევრი ვიყოთ, აი, როდის დაიწყება მსგავსი პროცესები და როდის დამშვიდდება ქვეყანა, როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ, რა შეგიძლია გითხრათ თქვენი ჩვენ თუ თანხმდებით იმაზე, ვისაც ჩვენ საუბრობდით, ეს ყველაფერი დადასტურდა, რომ არსებობს ქსელები, რომლებიც ასე ვთქვათ, დესტაბილიზაციას ცდილობენ სხვა ქვეყნებში და აღიარეს ამერიკის შეერთებულ შტატებმა და ასე შემდეგ, ყველაფერს ასე ჩვენ საუბრობდით, გლობალური ომის პარტიით და deep state-ით გაგრძელებული ყველაფერი აღმოჩნდა სიმართლე. თუ კი ეს ასე არის, მაშინ ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ ეს არ არის ჩვენი შიდა პროცესები. ეს არის ნაწილი იმ გლობალური ძროებისა, რომელიც ხდება ჩვენს გარშემო და გამომდინარე აქედან იმ ასე ვთქვათ, ხედვებისა, რომელიც ზოგიერთს გააჩნია საქართველოსთან დაკავშირებით. ამიტომ მანამ სანამ იარსებებენ ძალები, რომლებსაც საქართველოს მიმართ აქვთ ბოროტი განზრახვები, მანამ სანამ ვიღაცას უნდა რომ აქ მარიონეტები ყავდეს დასმული, რომ თავის ჭკუაზე ატაროს და ჩვენ სტრატეგიულ ადგილას ვართ, მათ შორის ჩვენი შუა დერეფნის წყალობითაც და ევროპას და აზიას შორის დამაკავშირებელი ხიდის ფუნქციის წყალობითაც ვართ სტრატეგიულ ადგილას, რასაც აქვს თავისი უპირატესობები, მაგრამ თავისი რისკები. თუმცა ამ გარემოში ვართ ჩვენ უკვე 1000 წლეულები და ასე გვიწევდა ყოველთვის ცხოვრება, ამიტომ მნიშვნელოვანი არის ერთი რამე, რომ ყველაფერს კარგად ხედავს ბიზნესიც და საზოგადოებას. ხედავს საზოგადოებას, რომელიც არ ახვა აი დაჟინებულ მართლა მტრობას
საკუთარი ქვეყნის ჩვენი ზოგიერთი მოქალაქის მხრიდან და უცხოეთიდან რომ გვტრობენ ზოგიერთი ჯგუფები და გადაკიდებულები არიან ჩვენზე და ეს უკვე სხვა საკითხი არის აბსურდული მათ შორის სანქციები და აი სამარცხვინო სანქციებს რო აწესებენ ასე ვთქვათ შესვლასთან დაკავშირებით გულისხმობ ბალტიურ პოლიტიკურ ელიტას ამას არ აყვა ქართველი ხალხი და არ აყვა ასევე ბიზნესი მიუხედავად იმისა რომ ზოგიერთი სტაბილურობისთვის არის პირველ რიგში რომ აყოლოდა 11%-იანი ეკონომიკური ზრდა როგორ გვექნებოდა როგორ ვიქნებოდით კვლავ ეკონომიკური თავისუფლების მაჩვენებლებით ევროპის 20-ში ვუსწრებთ ევროკავშირის 13 წევრ ქვეყანას ვუსწრებთ და კანდიდატებს რაც შეეხება ყველას ვუსწრებთ ეს უკვე ტრადიციაა რომ ყველა კანდიდატს ვუსწრებთ ხოლმე ყველა რეიტინგში და ეს იმ პირობებში როდესაც გამოდიან ევროპული ტოპ-ტვინები ამ შემთხვევაში და ყველანაირ უბედურებას აბრალებენ საქართველოს ხოლმე აი ეს ყველაფერი საერთო ჯამში მტერმოყვარების ჯინაზე გვექნება ჩვენ ეკონომიკური წინსვლაც რეკორდული და ვართ პირველ ადგილზე მთლიანად რეგიონში, ევროპაში, ჩვენი ეკონომიკური ზრდის ტემპებით, მტრის ჯინაზე თუ მტერმოყვარეების ჯინაზე ყველაფერი იქნება კარგად და ჩვენი თავარი გაკვეთილი რაც მივიღეთ ყველამ ხელისუფლებამ და მე მგონი საზოგადოებამაც ბოლოს 3 წლის განმავლობაში რომ ერთადერთი ვისაც უნდა ენდო ეს არის შენი საზოგადოება და ერთადერთი რასაც უნდა დაიყრდნო ეს არის შენი ეროვნული ინტერესები ასე იქცევა ქართული ოცნება და ამიტომაც ვართ უკვე 13 წელია ხელისუფლებაში და ასე გაგრძელდება როგორც ვთქვათ კიდე კარგახანი მადლობა დიდი რომ პასუხობდით ჩვენს კითხვებს. პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი იყო ღამის კურიერის სტუმარი. ჩვენ მომავალ ოთხშაბათს კვლავ შევხვდებით ერთმანეთს და შევაჯამებთ კვირის პოლიტიკურ მოვლენებს სტუმრებთან ერთად და მოვისმენთ განსხვავებულ პოზიციებს ამა თუ იმ მოვლენაზე. მადლობა რომ გვიყურეთ მომავალ ოთხშაბათამდე.